საქართველოს ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი და ასევე ქალბატონი ელენე ყურაშვილი ფსიქოლოგი. დავიწყოთ პირდაპირ. აი რა მნიშვნელობა აქვს დღევანდელ დღეს? მშვიდობისა და დიდი მადლობა ამ თემას რომ აჩუქებთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც თვითონ სიტყვათა წყობა გვეუბნება, ეს არის აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე. რაც ნიშნავს, რომ ბევრი უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ფართო საზოგადოება იცნობდეს, რომ არსებობს ასეთი მდგომარეობა, რომელიც თუ დროულად იქნება ამოცნობილი და დროულად დაიწყება მკურნალობა, არის შანსი, რომ ამ ბავშვების დაახლოებით 30%, ცოტა მეტიც, გახდეს სრულიად დამოუკიდებელი ადამიანი. მაშინ, როდესაც გვიან დაწყებულ შემთხვევაში, კი, აბსოლუტურად სრულად იყოს დამოუკიდებელი და არ იყოს ვინმეზე დამოუკიდებული. მაშინ, როდესაც როდესაც გვიან იწყება და გვიან აღმოჩნდება და გვიან დიაგნოსტირდება, ასეთ შედეგზე ვერ გავდივართ. ამიტომაც დააწესა გაერომ ასეთი დღე, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე და მისი დანიშნულება გახლავთ სწორედ მის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რომ დედამ დროზე მიიტანოს ეჭვი, პირველადი ჯანდაცვის ექიმა დროზე მიიტანოს ეჭვის და შემდეგ უკვე გადაამისამართოს შესაბამისად დიაგნოსტიკისთვის. წლევანდელი სლოგანი, ასე ვთქვათ, თემა ეს გახლავთ, როგორც თქვენ უკვე ბრძანეთ, ნეირო მრავალფეროვნება და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები. თავისთავად თვითონ გაერომ დააწესა ეს დღე და წლევანდელი თემა სწორედ ამას უსვამს ხაზს, რომ ჩვენ ადამიანები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებით და ასევე თავის ტვინის განვითარება შეიძლება გქონდეს სრულიად განსხვავებული ერთმანეთისგან. და ამიტომაც ამას ეძახიან ნეირო მრავალფეროვნებას. ასევე ეს უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ბოლო პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობა გახშირდა, უმეტესად გაიზარდა ისეთი შემთხვევები, ანუ ჩვენ ვისწავლეთ ისეთი შემთხვევების ამოცნობა, სადაც ინტელექტი არის კარგი, ანუ არ არის ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვა. ამიტომ ეს ადამიანები მართლაც ცოტა განსხვავებულები არიან და ითვლება, რომ ისევე როგორც ჩვენ განსხვავდებით, მათი ტვინით სხვანაირად არის მოწყობილი, ისინი სხვანაირად აზროვნებენ, სხვანაირად აღიქვამენ და მხოლოდ ეს არის ჩვენ შორის განსხვავება და უნდა მივიღოთ ისინი ისეთები, როგორებიც არიან. და ძალიან საინტერესოა, აი თქვენ ახსენეთ, რომ მშობელმა ადრეული ასაკიდანვე რომ ამოიცნოს. რა არსებობს თუ არა ისეთი საცნობი ნიშნები, პირველადი ნიშნები, რის საფუძველზე შეიძლება რომ მშობელმა ეჭვი ყოფნის დროსაც რაღაცა გამოვლენა ხო შეიძლება მუცლად ყოფნის დროსაც. აი მუცლად ყოფნის დროსაც თუ არის შესაძლებელი დაუშვათ, რომ ადამიანმა მშობელმა გაიგოს. შეგიძლიათ. მუცლად ყოფნის დროს ესეთი გენეტიკური კვლევებით, ანუ მსგავსი ტიპის ანალიზებით და სამედიცინო პროცედურებით არ არის შესაძლებელი აუტიზმის სპექტრის იდენტიფიცირება წინასწარ, თუმცა ადრეული ნიშნები და ჩვენ ძალიან ვამაყობთ, როდესაც ცნობიერების ამაღლებაზე ვლაპარაკობთ ამ შემთხვევაში ჩვენ ქვეყანაში, მგონია რომ ცოტა ისწავლა უფრო უკეთესად ფართო საზოგადოებამ, არ გვაქვს ოფიციალური კვლევითი მონაცემები, თუმცა ჩვენ შიდა დაკვირვებით, თუ მაგალითად ძირითადად მომართვიანება იყო ხოლმე წინა სასკოლო პერიოდში, როდესაც ძალიან თვალსაჩინო იყო პრობლემა, მაგალითად ბავშვი არ საუბრობდა და აი ასეთ შემთხვევაში მომართავდა უფრო მეტად მშობელი მაგალითად 5 და 7 წლის წინ თუნდაც შეფასებას, ეხლა ბევრად უფრო პატარა ბავშვები მოყავთ და ის პირველადი ნიშნები, რაც ყურადღებას უნდა იქცევდეს და იქცევს კიდეც აუტიზმის სპექტრის ადრეული ამოცნობისთვის და შემდგომ უკვე ჩარევის დაგეგმვისთვის არის ძირითადი კონტაქტი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რომელიც ძალიან ადრეულ ასაკში, როდესაც ბავშვს უღიმი უნდა გიყურებდეს, უნდა რეაგირებდეს ხმებზე, ეს არის ნაცნობი ხმები, ხო, მაგალითად მშობლის, ოჯახის წევრების, ან შეიძლება რაღაც მკვეთრი ხმაური, რაღაცა ნივთის გააქტიურების, ხო, ან რაღაცა კარის მინჯა, უნდა რეაგირებდეს ხმებზე, უნდა გქონდეს თვალში კონტაქტი, უნდა იყოს სოციალურ ღიმილს ვეძახით, როდესაც გაუღიმებთ და შესაბამისი სახის გამომეტყველება შეეცვლება ბავშვს და ასევე უნდა გქონდეს ვოკალიზაციებს ვეძახით, შესაძლებელი არ იყოს სიტყვები, ხო, რაღაც წლის ასაკში, მაგრამ უნდა გქონდეს რაღაც მარცვალთა კომბინაციები, რომელსაც რაღაც კონტაქტში, ესე ვთქვათ, ბუტბუტებს და იყენებს თავისთვის. ხო, ეს არის ძალიან ადრეული ნიშნები, რაც აუცილებლად თუ ხედავთ, რომ გვაკლია რომელიმე, სასურველია, რომ დაიგეგმოს ვიზიტი
ბავშვის შეფასებაზე ან რისკების განსაზღვრაზე. აი მსუბუქი ფორმის დროს რა ხდება ხოლმე? აი მსუბუქი აუტიზმის კი ბატონო, აი ეს ნიშნები და კიდევ ერთი მაინტერესებს. თუ არის რამე აი დადგენილი და უშუალოდ რა იწევს აი ამას? დიახ, ზუსტად არ ვიცი. ზუსტად არ ვიცით რა იწევს, არ არსებობს ჯერჯერობით ზუსტი მიზეზები ცნობილი, თუმცა ვიცით რომ გენეტიკური მოწყობილობა არის დიდი. თუმცა ზუსტი ფაქტორები რომ აი ეს იწევს აუტიზმს ჯერჯერობით არ ვიცით, თუმცა გრძელდება მსოფლიო მასშტაბით კვლევები ამ მიმართულებით. რაც შეეხება შედარებით უფრო მსუბუქად გამოხატულ ნიშნებს ვეძახით, როგორც ქალბატონმა ეცახსენა და თქვენც ახსენეთ ხო, არსებობს სხვადასხვა ფორმები, სხვადასხვა დოზით შესაძლებელია იყოს გამოხატული, სხვადასხვა დონით შეიძლება იყოს გამოხატული აუტიზმის ნიშნები, შეიძლება იყოს მკვეთრად გამოხატული, საშუალო და მსუბუქად გამოხატული. ესეც მსუბუქად არის გამოხატული ნიშნები ადრეულ ასაკში მსგავსი შედარებით შესაძლებელია უფრო რთული იყოს იდენტიფიცირება, თუმცა აი მაგალითად წლის ასაკისთვის იგივე მახასიათებლები რაც ჩამოვთვალე ყურადსაღები უნდა იყოს. ამიტომ ამ მიმართულებით გავაგრძელოთ უნდა დაკვირვება. სხვა შემთხვევებში კი უფრო რთული არის ხოლმე შეიძლება ერეოდეთ სასკოლო პერიოდში არის ხოლმე დიდი მომართვიანება მაშინ როდესაც ბავშვი საუბრობს ხო თავისუფლად მეტყველებს შეუძლია რაღაცა განვითარების ეტაპებს დროულად მიყვა, მაგრამ სოციუმთან უფრო აქტიური წარდგენა რაც ამოუწია, როდესაც სტრუქტურა შემოიფარგლა, რაღაც მოთხოვნები გაჩნდა სამყაროდან, როდესაც დიდ ჯგუფში აღმოჩნდა ხოლმე თანატოლები, შესაძლებელია წამოვიდეს ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემები, ან შეიძლება ბაღის ასაკშიც იყოს ხო ნათალი რა, მაგალითად ჯგუფის განცალკევებით არის ურჩევნია რა ჯგუფში თამაშის ნაცვლად შედარებით ცალკე გაატაროს მეტი დრო ხო, ეს არ ნიშნავს რომ საერთოდ არ ინტერესდება ბავშვებით, მაგრამ უპირატესობას ანიჭებს ცალკე ყოფნას, ან რაღაცა უნდა რომ სხვებმაც ის გააკეთონ, რაც მას უნდა რომ აკეთოს და გაუჭირდება რომ ადაპტირდეს სხვის ინტერესებთან მაგალითად ხო, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთიც რაც როდესაც ბავშვი საუბრობს, კარგი უნარები აქვს ესე რომ ვთქვათ სამეტყველო და რაღაცა განვითარების ნიშანსწორებს მიყვება, მაგრამ სოციალურ კომუნიკაციაში და სოციუმთან ინტეგრაციაში მაინც არის გარკვეული განსხვავებული მდგომარეობა, ხო? მე მაქვს ქალბატონო მაი ასეთი შეკითხვები სტატისტიკასთან დაკავშირებით. თუ ჯერ დავიწყოთ იმითი, რაც აი ჩვეულებრივ რიგით მოსახლეობას აწუხებს. იყო ამდენი და გახდა ამდენი. არსებობდა მაშინ დიაგნოსტირება ამისი თუ ამ დაავადებამ, ამ დაავადებამ აპატიტ დაავადებამ კი არა. თვითონ ეს სპექტრის ხალხი ახლა წარმოჩინდა მეცნიერების განვითარებასთან ერთად. ეს ერთი, მე როგორია აი ეს ბალანსი ადრე და დღევანდელთან დაკავშირებით. და მე გზადაგზა კიდე დაგისვამ ჩემს. კი ბატონო. მართალი ბრძანდებით. თქვენ სულ რაღაც 50 წლის წინ ასეთი დიაგნოზი არ არსებობდა და ამიტომაც ბევრი რამე არ ვიცით, ბევრ რამეს სწავლობთ და ამოცნობის ნაწილი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, მიზეზი რის გამოც გაიზარდა შემთხვევები, ეს არის ამოცნობა გაუმჯობესდა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და აი რაც ელენემ თქვა რომ იქ სადაც არის შედარებით მსუბუქი ნიშნები, მათი ამოცნობა იყო ძნელი თავიდანვე. და აღმოჩნდა რომ აი ბოლო პერიოდში 5 ჯერ გაიზარდა ასეთი შემთხვევების ამოცნობა, მაშინ როცა იქ სადაც ინტელექტუალური შესაძლებლობის შეზღუდვაა, ანუ დაქვეითებულია ინტელექტი, ის შემთხვევები მხოლოდ 2 ჯერ გაიზარდა და მეტით არა. ანუ უფრო კარგად ვისწავლეთ რას ნიშნავს აუტიზმის სპექტრის აშლილობა, უფრო კარგად გავიგეთ, დაიხვეწა კრიტერიუმები, სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები და შესაბამისად სპეციალისტებმაც მეტი გავიგეთ ჩვენი დაკვირვების, სხვების დაკვირვების, უცხო ქვეყნის გამოცდილების, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების ხარჯზე. რომლებიც უფრო წინ არიან. კი, რა თქმა უნდა, მათ მეტი გამოცდილება აქვს. სულ ელემენტარულად რო ავიღოთ, ეხლა საქართველოს პატარა ქვეყანა და ვერ გექნება ასეთი დიდი გამოცდილება, ხო? ვიდრე რამდენიმე ათეული მილიონი როცა ცხოვრობს, ხო? რომელიღაც აი დღეს რა გამოწვევების წინაშე დგას ეს აუტისტური სპექტრი და უშუალოდ საქართველოში და
აი როგორც ვიცი, საერთაშორისო ორგანიზაციები ვიცი რომ ხარში გიდგანან და აი რაღაც ამაღლების პროგრამები არსებობს და აი ამის შესახებაც რომ მოგვახსენოთ, ხო? კი ბატონო. სხვათა შორის თუ რამე გაკეთდა დაწყებული იქიდან რომ სპეციალისტებს ჭირდებოდათ მომზადება. ხო, არაფერი არ ვიცოდით. სულ 2009 წელს საერთოდ არავინ არაფერი არ იცოდა. ძალიან ცოტა პერიოდი გავიდა. მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ დიაგნოსტიკა არის იმ დონეზე, რა დონეზეც არის კარგ განვითარებულ ქვეყანაში. არ ვლაპარაკობ ჩვეულებრივ, კარგ განვითარებულ ქვეყანაში. ანუ მიღწევა ძალიან დიდია და პროგრესი ძალიან საგრძნობია. ამის გარდა არსებობს სახელმწიფო პროგრამა, გულისხმობ მუნიციპალურ პროგრამას, რომელიც არის ბევრ ქალაქებში, დიდ ქალაქებზეა ლაპარაკი, სამწუხაროდ ყველგან არ არის, ანუ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის და ეს ერთ-ერთი პრობლემაა გახლავთ, იმიტომ რომ რეგიონებში სამწუხაროდ. თორე იქ სადაც არის, იქ ქალაქებში ყველასთვის ხელმისაწვდომი. ნამდვილად არის, მათ შორის თბილისი იყო პიონერი, ვინც დაიწყო ეს საქმე და სხვა თითო პროგრამებში შორისაც ცოტა განსხვავება და ყველაზე კარგი არის თბილისში ნამდვილად. ანუ ერთიანი ბაზა არ არსებობს და ძალიან საინტერესოა როგორი არის სტატისტიკა. აუტისტური სპექტრის სტატისტიკის მიმართულებით. ანუ თუ იმატა ან თუ კი, მაშინ რას უკავშირდება ეს ყველაფერი? იცით, აი წინა კითხვას გავაგრძელებ, როგორც გითხარით, ამოცნობა ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ მნიშვნელოვანი მიზეზი, რომ ჩვენ ვისწავლეთ ამოცნობა და ზოგადად ყველა მთელმა ქვეყნებმა და სპეციალისტებმა მთელ სოფლიოში ისწავლეს ამოცნობა და სხვათა შორის ამის ერთ-ერთი და თვითონ მოსახლეობაც მეტად ინფორმირებულია. ამის მაგალითად გამოდგება ამერიკის 2020 წელს ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევა, სადაც ნახეთ შტატებს შორისაც კი არის განსხვავება. მაგალითად კალიფორნიაში არის ყველაზე მაღალი. იქ სადაც ყველაზე მეტია ამოცნობა, ცხოვრების დონე მაღალია, უფრო ინფორმირებულია მოსახლეობა, შესაბამისად უფრო მაღალია. ასევე შემიძლია მოვიყვანოთ ჩვენი ქართული მაგალითი. ეს დაახლოებით 15 წლის წინ ჩატარებული პირველი ეპიდემიოლოგიური კვლევა რო ჩავატარეთ, მაშინ იყო 0.9% გავრცელება. ეს იყო მსოფლიო სტატისტიკის შესაბამისი. და ეხლა სულ რაღაც 2 წლის წინ როცა ჩავატარეთ, უკვე იყო 4%. ესეც ასევე არის მსოფლიო სტატისტიკასთან შესაბამისობაში. ანუ იქაც გაიზარდა და შესაბამისად. საერთოდ გაიზარდა. როგორც გითხარით, ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ ამოცნობა გაუმჯობეს და ასევე გარემო ფაქტორები, მათ შორის დაბინძურება, სხვა მძიმე მეტალებით, კლიმატი არა, კლიმატი ნაკლებად, ეს არის დაბინძურება გარემოსი. ასევე სხვადასხვა რისკ ფაქტორები, მაგალითად ასაკოვანი მამა განსაკუთრებით. დედაც, მაგრამ მეტად მამა. დღენაკლულობა, ასე რომ არსებობს სხვადასხვა რისკ ფაქტორები, მაგრამ ერთი მიზეზი დადგენილი არ არის სამწუხაროდ. და მინდა ვთქვა პრობლემებთან დაკავშირებით. ყველაზე დიდ პრობლემად რა რჩება? ამაზე რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ უკვე ძალიან ცოტა დრო გვრჩება და თუ შეიძლება რომ რაღაცნაირად შევაჯამოთ კიდეც და აი ყველაზე დიდ გამოწვევად, დიდ პრობლემად დღეს რა რჩება? როგორც გითხარით, ბავშვებისთვის სერვისები გვაქვს. ანუ 18 წლამდე ასაკში, ასე თუ ისე სერვისები ხელმისაწვდომია, დიდ ქალაქებში მაინც, ხო? პრობლემა რჩება, რომ რეგიონებში ნაკლებია ხელმისაწვდომობა მისი და მეორე და მთავარი პრობლემა თქვენ სიუჟეტშიც იყო, როდესაც ბავშვი ამთავრებს ბავშვობის ასაკს, ხდება 18 წლის, არანაირი სერვისი სამწუხაროდ აღარ არის და აი ეს ნაწილი გასავითარებელი და სწორედ დონორების ნაკლებობა ამაში ძალიან ხელს გვიშლის, რომ ვერ ვაკეთებთ, ვერ ვაფართოებთ ამ სერვისებს და ვერ ვაუმჯობესებთ. მოდით იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად ახლო მომავალში მაინც მოგვარდება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია დონორების მოზიდვა, როგორც თქვენ ამბობთ, რომ აი ამ ბავშვებს იმედი გვაქვს. და არა მარტო ბავშვებს, ყველას შეუქმნათ ეს განსაკუთრებული ძალიან დიდი მადლობა. სიყვარული ვაჩუქოთ. დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, აი ესე. წარიმართა დღევანდელი ახალი დღის გადაცემა მომავალ შეხვედრამდე.